მაგალითად, რამდენად ეგუები ძაღლის ბეწვს. რამდენად ეგუები, ან ვერ ეგუები ძაღლის დორბლს. მაგალითად, მესამე კითხვა ავიღოთ, რამდენად შენთვის მნიშვნელოვანია ძაღლის ყეფა. რამდენად შენ გაუწევ სათანადო მეგობრობას აქტივობებში, რამდენად აქტიური და არააქტიური ძაღლი გჭირდება და დაუშვათ მისი ზომა. აი 5 მშვენიერი. ესე იგი ხარად ჩამოთვალეთ, მე ეს ინფორმაციები მოძებული მქონდა და გააზრებული გადაწყვეტილება მიმიღია ტობის შემთხვევაში. გერმანულ ნაგაზის ჯინას შემთხვევაში მამა მოგვიყვანა, მაშინ პატარები ვიყავით. გერმანულ ნაგაზს სახში არ მიმოჩნია სწორად მარტივად რო გითხოს. მეც მან ვარ, მაშინ უბრალოდ დიდი სივრცე ჰქონდა, უფრო მეტი და მე სხვანაირად მოხდა და ტობის შემთხვევაში მეც ბეწვის დორბლზე არ მიფიქრია, მის აქტიურობაზე ვკითხულობდი და მირჩიეს რა გოგო ბიჭის შემთხვევაში გოგოს უფრო მეტად უჭირს პატრონთან განშორება, სახში მარტო დარჩენა. ორივე ალბათ მიჩვევა, დია რაღაცებით ვიცადე რომ იმეჩვია რომ მარტო დარჩენილიყო პატარაობიდანვე.